შენ თუ მე? დიდი. მოგესალმებით. კაი, მე დავიწყებ მიხეილ. მეც მოგესალმებით. მიხეილის იდეა იყო დღევანდელი ეს ვიდეოს თემა. მე უფრო ჩაუღრმავდი და განვავრცე და იმედია, კარგად წაგვიგვა სიტყვა და წინასწარ ესე დაგეგმილად არა ვართ. სიმართლე გითხრა, ისეთი შეგიძლია მომს პოლიტიკაზეც ვისაუბრეთ, იმიტომ თან დღეს გამაბრაზეს მიხეილ. და მომხარებელი იყო მოსეული და ზემოთ დამინახა რა და დანები ხონა მოტანილი გასალესა და რაო დაგაწინაურესო მეუნება რა და მეთქი კი დამაწინაურესო მეთქი რა და ხო და დანები აქვს ძალიან ცუდი მოტანილი რა და რაღაცებს ყვაღარლესა ელემენტარული ვეღარ ვიცლი რა და რაღაც თემებზე და რაღაცებს უარი რო უთხარი ისე წავიდა საუბარი რომ მე რო დამაწინაურეს თავში ამივარდა რა და დანებს აღარლესა რა და მოკლედ დანები დღევანდელ საქართველოში ეგ გვაქვს თემა დღესდღეობით რადგან გვინდა რომ ვისაუბროთ და აქტუალური კითხვა აუვარდა თუ არა გიორგის თავში დაწერეთ კომენტარებში კი ბატონო ხო და ჯერ პირველი დავიწყოთ მიხეილ შევაფასოთ დღევანდელი სიტუაცია იმიტომ რომ მე მგონია რომ კაი სიტუაცია არ არის ელემენტარული იმასაც თუ ვიტყვით რომ აი ბოლო დროს აქტუალური არის ამ ქართულობას გვართმევენ და რაღაცა ჩემი აზრით უკვე წართმეული გვაქვს ეგ წილი ქართულობა, იმიტომ რომ მაგაზე აღარ ღელავს დიდად ქართული ადამიანი, იმიტომ რომ ნუ ჩემთვის ასოცირდებოდა ძველად ქართული ვაზი, ღვინო და იარაღი რა, ესე რა ყავჭულა დღესდღეობით აი დანის პატარა რაღაცაც რო არა გვაქვს, მე მგონია რომ ძალიან დიდი დანაკლისი არის ქართული კულტურისათვის. ორ სიტყვას ასე ვთქვათ შემოვაგორებ იდეაში ანუ დღევანდელი თემატიკა შეიძლება რაღაცა ცოტათი ცდებოდეს სტანდარტულ ჩვენ გადაცემებს და რაღაცა ანალიტიკას ვეხებით, მაგრამ ხაზგასმით ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვიტყვით, ანუ ჩვენი მთელი მუღამი არის რომ ეს სფერო გვიყვარს, ეს თემა გვაინტერესებს და გვინდა რომ როგორც საკუთარ თავთან გვინდა რომ ვიყოთ მართლები, ისე ვიყოთ ჩვენს გამომწერებთან და ყველანი ვიყოთ მაქსიმალურად კომფორტულად აი ამ ჩვენი ჰობის გარშემო. რაც შეეხება ქართველობის წართმევას, მე ესე ვიტყოდი რომ ეს არ არის მარტო ქართველების პრობლემა, მთელ დედამიწაზე მოხდა რაღაცა პერიოდში მე-19 საუკუნიდან, როდესაც მასიურად იარაღის ჩამორთმევა მოსახლეობაზე. აგერ იაპონური სამზარეულოს დანები რო გვაქვს, სამურაებს წაართვეს კატანისტარების უფრო. კი ბატონო. ესე იგი აქ არის რაღაცა ისტორიული, სხვადასხვა მე ძალიან მაინტერესებს და თუ ვინმე კარგი ისტორიკოსი ჩაწერს კარგ, რა ქვია, პოდკასტს მოусმენს სიამოვნებით. ანუ აქ არის ბევრი საფუძვლიანი მიზეზი ამის, მაგრამ ვთვლი რომ ზოგმა ერმა მოახერხა და დროთა განმავლობაში თავისი, ასე ვთქვათ, გზაკვალი გაიკაფა და ამ იარაღს მისცა რაღაცა ჩარჩო, ანუ რაღაცა დატოვეს და რაღაცა აკრძალვაში გაუშვეს და ჩვენთან გამოვიდა რომ ყველაფერი აკრძალულია. კი, ყველაფერი აკრძალული არის და კიდევ ერთ ვიტყვი რა, ბევრგან არის ესეთი ცუდი სიტუაცია, მე რასაც უყურებ, უბრალოდ თუ არ იბრძოლებ განვითარებისათვის, თუ რაღაცა წulis არ შეიტან, ჩემი აზრით ყოველთვის მოხდება საპირისპირო. და დღესდღეობით მე რასაც უყურებ, საამაყოთ არა გვაქვს ამ მიმართულებით საქმე. ელემენტარული ყველაფერს თავი დავანებოთ ადამიანებს, ნუ დანის გაგონებაზე ბევრს რაღაცნაირად კრიმინალთან ასოცირდება, სუდთან ასოცირდება და კი ბატონო. ავიცი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რეალობაში ეგეთ სამყარო ისე არის მოწყობილი, რომ იქ რაღაცა დოზით კრიმინალიც არის, რაღაცა დოზით სიკეთე არის, ბოროტება არის, ეგ სხვა თემაა. კი ბატონო. რავი, მასიურად დანა არის მოხმარებისაგანი. დანა არის მოხმარებისაგანი და ჩემი ხედვა არის ის და მე მჯერა რასაც ვაკეთებ, ახლა მე რო სხვანაირად მჯეროდეს ამდენ ენერგიას, აი ვერ ჩავდები ფიზიკურად რა და იარაღი არის ადამიანი, მოდი ამასაც შევეხოთ. დანარჩენი ადამიანს თუ თავში გადაუტრიალდა რაღაცა იქ მის ხელში უკვე ყველაფერი იარაღი არის. მეორე კიდე აი ესეთი ცუდი სიტუაცია რო არის, არ მინდა ახლა ძალიან სიღრმეში ჩავიდე, შეიძლება სხვანაირად აუცდეთ რაღაცებს, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი მეუძღვის პროპაგანდას. და მე პროპაგანდაში ეგეთი ძლიერი არა ვარ, მაგრამ მჯერა რომ თქვათ რამდენიმე დღე კარგმა პროპაგანდისტმა რო დაუთმოს და კარგად შეფუთოს ხანძრების თემა, ბოლოს-საბოლოოდ შეიძლება მას ააყვეს იმას, რომ რა საჭირო არის თქვათ სანთებელები, იქ ვიღაცამ სანაგვე დაწვას, იქ ვიღაცამ რაღაცა დაწვას. აი იმ მსგავსად ზუსტად შეიძლება რომ თქვათ პროპაგანდის მაგალითი მინდა მოვიყვანო ერთი შეერისებართვით. ანუ პროპაგანდა შეიძლება იყოს დაგეგმილი და შეიძლება იყოს სრულიად შემთხვევითი პროპაგანდაც. რა და ამ შემთხვევითმა პროპაგანდამაც უარყოფითი შეიძლება მიიღოს. ეს არის ძალიან მაგარი მაგალითი იტალიური სტილეტოების და ამერიკის შეერთებული შტატების. ესე იგი, მეორე მსოფლიო ომის მერე სტილეტოები რო ძალიან პოპულარულად შევიდა ამერიკაში, მოხდა რა, ყველა კინოში, ყველა რეკლამაში, ყველგან, ანუ ისეთ ბოროტ ტიპებს, მაფიოზებს, ვიღაცებს ეს
სტილეტოები ქონდა და იმ ზომამდე მივიდა ეს პროპაგანდა, რომ ანუ ადგენენ მიიღეს 58 წელს კანონი, რომ თუ რამეს კნოპკა ქონდა, აკრძალეს ყველაფერი. მაგრამ ამავდროულად იგივე ოღონდ კნოპკის გარეშე დაუშვეს რა, ანუ იქაც იყო, ანუ რისი თქვა მინდა, ეს ჩვენი დღევანდელი მსჯელობა არანაირად არ ეხება მარტო დაუშვათ რაღაცა ქართულ პოლიტიკურ რაღაცა კრიტიკას, ეს არის ანუ აი მაგალითებით მსჯელობთ, სად გამოასწორეს თავისი შეცდომა, სად არა. იქ, როდესაც შტატებში მიიღეს ეს სისულელე კანონი, დღემდე ეს კანონი დატოვეს, მაგრამ სახეცვლილი. ანუ შტატების დამიხედვით ზოგან ზომები არის შემონახული, მაგრამ ერთი რამე ყველგან შეიძლება ყიდვა. ეს არსად არ არის რა, აკრძალული 1-2 შტატის გარდა, ანუ ყიდვა აბსოლუტურად ყველგან შეიძლება, გადატანაზე ესე არ გაჯარიმებენ და არის ბევრი საკანონმდებლო კარგი აგებით ხვრელი, რომ თუ ადამიანს გიყვარს გამოიყენებ რა. აი ძალიან ბევრს ვიკამათ იმეებზეც, რომ ისინიც ბევრი აბსურდი არის, მაგრამ ჩვენნაირი არსად არ მეგულება ჩვენთან რა სიტუაციაც არის. ნიუსებს რაც შეეხება, ალბათ რამდენად სახსენებელი არის, მაგრამ აი კანონს იცავს კანონმორჩილი მოქალაქე და რა თქმა უნდა. დანარჩენი ისეთი ნიუთებით მინახავს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხალხი რო დადის ისეთი ნიუთებით, რომ იმ ნიუთებს ფიზიკურად ვერაფერს ვერ უზავ დამავიჯდა ამოდანა, მაგრამ კადრში აგერ მოვახვედრებთ კლიბი არის კლიბები და მე მინახავს ხალხი რო დადის კლიბებით. ხო და შესაბამისად ეს აკრძალვების მეთოდი, მე არ ამჯერა რომ მუშაობდეს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს რაც დღეს ხდება, ეს არის სიმახინჯე და ამისი შედეგი არის ის, რომ დღესდღეობით თანის კულტურა საქართველოში არის ძალიან დაბალი. მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება მქონდეს რაღაცა ტიპის ჩემი დამოკიდებულება ამა თუ სამართალ დამცავ უწყებაზე, ხაზგასმით მინდა ერთი რამე ვთქვა. მე არ მაქვს არანაირი ამ თუთას პრეტენზია პოლიციასთან რა, იმიტომ რომ პოლიციის საქმე არის კანონი აღასრულოს რა, როდესაც კანონი არის უცნაური, ხო, იქ მერე ხდება რაღაცა უცნაურობები რა. ამიტომ ეხლა მე პირობითად ვიძახი. პირობითად რა ვიცი, პოლიციელი თქვათ, პატივცემული ინსპექტორი გიორგი რო გამაჩერებს დაუშვათ და რომ მეტყვის რომ რაღაცა მიზეზის და გამო თქვათ რაც პირადი ჩხრეკა უნდა გაკეთდეს. კანონით აქვს ამ ადამიანს უფლება, კი ბატონო, ჩემი თავი შემოგეულს, არა ვარ წინააღმდეგი რა. რაღაცა განჩხრიკე ამოვიდა ნიუთები და დაუშვათ არ ვიცი, რაღაცა მიდევს, აი მე რას მაქვს რა რეალურად ამ წუთას, მოდი ამას ამოვიდეთ რა. აი ამას ეხა ამოვიდებ, აგერ აი ამას გაჩვენებთ რა. ანუ ესე იდეაში ეს არ არის ცივი იარაღი რა. საიდან მოიტანა? საიდან მოვიტანე და რაღაცა მსგავს ნიუთებზე არის დასწორებული, არ არის ბოლო პერიოდი. მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ პრობლემა არ შეემექმნება. ხო. ერთი და კანონი არ შეცვლილა, სინამდვილეში სანქციები გამკაცდა და ერთი და იგივე კანონის პირობებში მაგაზე ბევრია ციხეში ნაშრომი. უბრალოდ დღეს გადაწყვიტეს, რომ ვთქვათ აღარ დავაჯარიმოთ და პოლიციელებს რაც შეეხება, მე პოლიციელთან ბევრი შეხება მაქვს, ძალიან კარგად ვიცნობ ბევრთან მეგობრობ და სიმართლე გითხრათ, კადრს მიღმა რომ მეგობრები ვართ, ხო იცი რაღაცა ხურობა რო არის, ეგრე არის და ყველა გულ შემაწკიროს და ყველანი თავხდებით იმაზე, რომ ეს არის უაზრო კანონი და ჩემგანაც მოკითხვა ბევრია, ძალიან კარგად იცით რომ აგერ ურთიერთობთ, მოდიხართ, ყიდულობთ, ჩემი დავი შემოგევლოთ, რას ისურველი. არა, მაგაზე ყველა თავხდებით. პროსტა ჩვენს გვინდა რა, ავი რა, ეხა შენ რო გაქვს პირობითად იმის მუღამი რომ მოხვიდე ხელფასზე, რაღაცა საკაიფო დაითრიო, მეც მინდა რა ხელფასზე რო ვიყიდი და ზუსტად რო ვიცი რომ იმდანით მაქსიმუმ პორტოხალი გავთალო, კონდეს რა პორტოხალის გატრის უფლება რა ვიცი. ძალიან ბევრი ეფექტი აქვს ამ კანონს. მარტო სურვილზე არ არის, ელემენტარული როა ჩაუღრმავდი, უამრავი მაგალითი ვიცი, ის ხომ ყველა მიცის რომ მოხუცი კაცი ვაშლის ჭამის დროს დააჯარიმეს და ეგ ნამდვილი ფაქტი არის და ჩემთან დადის მომხმარებელი, მე იმან მიიღო მონაწილეობა თქვა იმ ჯარიმის გადახდასა და ასე შემდეგ რა და მოკლედ ეგ არ ამგონია ეს პოლიტიკური საკითხი იყოს, არანაირად ჩემი აზრით ალბათ გაუაზრებლად არის რაღაცა მიღებული. მაგაზე შევჯერდეთ ერთ რაღაცაზე, რომ მოკლედ აი ესე არასდროს არ მეთქვია, მაგრამ ეხლა უნდა თქვა. ამას ჭირდება კანონის ფარგლებში ბრძოლა რა, ანუ ნებისმიერი რაღაცა რომ მოიპოვო უფლება, ესეა სამყარო მოწყობილი რა, რომ ანუ მიდიხარ იქითკენ იბრძვი რა, ანუ ჩვენი მხრიდან არის ის, რომ ანუ ჩვენივე კანონის ფარგლებში აგერ იცით გიორგის და სამხარაულის ურთიერთობა, რომელიც ესე ცალკე რო შეხედო, ხო, არის ძალიან დადებითი და არანაირი ნეგატივი არ არის ამ სიტუაციაში. ანუ ჩვენი მიზანი არის უბრალოდ რომ ვიპოვოთ ამ კანონშივე ის განსაზღვრება, რისი საერთოდ რა არის ცივი იარაღი.
გაგვაგებინონ, რომ ანუ რა შეგვიძლია, რა არ შეგვიძლია. არავის არ ვერჩით. ნუ მე სიმართლე გითხრა ძალიან მჯერა რომ ეს ყველაფერი შეიძლება და ახლო მომავალში შეიძლება. დანარჩენი ამ კანონში სიმართლე გითხრა არ ვიცი, მაგრამ ნუ გაუაზრებლად არის მიღებული ეს კანონი და აქტუალურს დამთავრებინე ერთი წამი, რასაც ვიძახი, მე არ ვიცი. ანუ მოდი რა ჩელენჯივით მინდა ვთქვა რა, მეგობრებო, ვინც მოღვაწეობთ ამ საკითხში. კარგი? დანების დილერები ხართ, მაღაზიები გაქვთ, ან კოლექციონერები ხართ. მოდი რა მაქსიმალურად ყველამ მივიღოთ ჩვენი წვრილი, არ ვიცი, უმრავლესობა ვიცნობთ ერთმანეთს, სხვადასხვა ჯგუფები არსებობს, მოვიფიქროთ და ანუ შევარჩიოთ რაღაცა ტიპის დანები, რომლებზეც მოვითხოვთ დასკვნებს რა. ჩემი აზრით, ერთობლივად, მე ეს არ მაქვს გიორგისთან შეთანხმებული, შეიძლება სულ არ მეთანხმება გიორგი, მაგრამ მე მგონია, რომ ანუ ერთობლივად, ბევრად საინტერესო შედეგების მიღება არის შესაძლებელი, ბევრად უფრო მალე. ან შეიძლება არ იყოს ერთობლივად, თქვენ ასე ვთქვათ, ჭკუაზე გააკეთოთ ეს ყველაფერი, მაგრამ იაქტიურეთ თქვენც და როდესაც ძალიან მარტივია რა, ანუ სახელმწიფო მაგ პრინციპით მუშაობს, ბევრს რო აწუხებს რაღაცა, უფრო მეტად სუხდება და ინტერესდება ისიც რა. კეთრი მიხეილ არასოდეს არ მithქვამს არც ერთხელ რომ ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ, თუმცა ესეც ვიტყოდი რომ ჩემნაირად ალბათ ერთი 10 კაცი მაინც რო აკეთებს დღეს შეიძლება შეცვლილიყო ეს სიტუაცია. ნამდვილად. დანარჩენი ეგ ინიციატივები სიმართლე გითხრა ბევრიდან მოდის, მაგრამ შეიძლება მეც არ ვამბობ რომ პასუხისმგებლობა ავიღო და რაღაცა კოორდინაცია გავუწიო. თუმცა ალბათ საჭიროც არის შესაძლებელია მაგალითად ყოველგვარი კოორდინაციის გარეშეც არის შესაძლებელი რა ნებისმიერი ხო გეუბნები რა 2-3 კაცი დამატებით რომ მივიდეს დასკვნით საერთოდ სხვანაირი სიტუაცია იქნება რა და შეჯამებით ამ თემაზე რო ესკვნათ რა ანუ ჩვენი რეალობა ანუ საქართველოს და დანა რა დღეს არის ძალიან ცუდი ანუ დანა ასოცირდება ცუდ რაღაცასთან და არის რაღაცა პატარა ჯგუფი ადამიანების რომელიც ამას არ ემორჩილებიან და რაღაცა ენთუზიაზმით ცდილობენ რომ რაღაცა შეიძინონ, შეაგროვონ და სახში ჩაკეტილად, რა ვიცი, კიტრი პამინდორი დაჭრან რა. და ბევრს შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ნუ ხანჯალებს ხო აკეთებენ და ხანჯალი როგორი ისეთი იყოს, ასაჩუქრე რა, აჩუქოს სტუმარი იქნება, რაღაცა იქნება სამახსო, რომ ხანჯალის ჩუქება ძალიან ისეთი მიღებული იყო. დღესდღეობით მე მგონია რომ ეგრე აღარ არის გავრცელებული და შეიძლება გაგიკვირდეთ და არ დამიჯეროთ, მაგრამ ცივი არაღის დამზადება კანონით იგრძელება. საშინელებაა რა, მე ძალიან ბევრს ჩემთვის დაუბრალებია, რომ თითქოს მე არ მიყვარს ქართული, ეს რა ქვია, ოსტატების ნაწარმი. პირიქით, ჩემზე მართლა გეუბნები, სულ იმის მუღამი მაქვს, რომ აი, ვისაც ვთქვათ პირადად შევხვედრი ვარ, აი გულწრფელად აქვე მინდა მიულოსო ლევანს მოსიძეს ძალიან მომეწონა მისი გაკეთებული ვიზუალურად რაც ვიდეოში ვნახე დასაკეცი დანა და ლევან წარმატებები გენაცვალე ძალიან მაგარია ანუ ბიჭებო ვინც აქტიურობთ ამ თემაში თუ რაღაცეთ შეგვიძლია არ ვიცი მხარდამჭერა ვიკონტაქტოთ პრობლემა არ არის მაგრამ არის ერთი რეალობა რა რომ წინსვლისთვის ბიძგი ამ ხალხს რო კონდეს რეალიზაციის ასე ვთქვათ საშუალება უნდა კონდეს 90-იან წლებში მახსოვს ძალიან მაგრად ჩემი ოჯახი იყო რაღაც კუთხით დაკავშირებული ერთ-ერთ საელჩოსთან და რო ჩამოდიოდნენ უცხოელები, პირველს რასაც ჩალიჩობდნენ ხოლმე, ხანჯლები და რაღაცა ვაჩუქოთ და ესეთი წესი იყო რა და მიძინა ამ თემს. გავრცელებული იყო სულ და დღესდღეობით რაღაცნაირად მე მგონი უკან წავედით რა და ჩემი აზრით, ნუ შეფასება ამ პირველი ნაწილის ალბათ ის იქნება, რომ ჯერა აუცილებლად შეიცვლება, ჯერა ვინც მიიღო ეს კანონი გაუაზრებლად არის მიღებული, არაფერი იქ რაღაც შეთქმულებების თეორიის და რაღაც მე არ ამჯერა მიხედავ რომ ამის არც მე არა იერავს გვართმევ და რაღაცა გაუაზრებლად ესე თანმიმდევრულად არის მიღებული რა და ჯერა რაღაცა შრომით და ენერგიის ამ ყველაფერს ჩადებით, მაგ ყველაფერს შევცვლით ნენელა. დანარჩენი ტენდენციაზე რო გადავიდეთ, რატომ ჯერა მაგისი? თვითონ ტენდენცია მე რასაც უყურებ ბოლო წლები, კი, არის დადებითი. შეიძლება რაღაცა პატარა ბაბლივით არის, რომ თქვა მე მგონია ესე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ მაგას გაგიზიარეთ, რაც გონია, რომ ნენელა უკეთესობისაკენ იცვლება. დანის კულტურასაც მეტად გებულობს ხალხი, დანის მოხმარებასაც მგონია, რომ შედარებით მეტად გებულობს და ისე საშიშადაც კიდე რაღაცა მგონია, რომ აღარ აგიხვამენ. მანდაც მე მაქვს ჩემი ინდიკატორი, მათემატიკური ინდიკატორი მაქვს ასე ვთქვათ რა. თუ პირობითად 15 წლის წინ სტატისტიკურად 10 მყიდველიდან ერთი არა, ნახევარი იკითხავდა რომ ეს რომელი ფოლადია, რისთვის არის ეს ფოლადი და როგორ დღეს 10 მომხმარებლიდან 8 ინტერესდება, ანუ გეომეტრიით, ფოლადით, დანიშნულებით, ანუ მათგან მოდის ბევრად სწორი შეკითხვები, ბევრად მოთხოვნადები გახდნენ და ეს მე დიდი მეც მაძლევს რა. კი ბატონო, იმას კიდე იცი რა მაძლევს.
რაღაცა ბოლო პერიოდი უყურებ, რომ სასაჩუქრად ხდება ძალიან ნორმალური დანიშჩუქება და ჩემს მაგალითს მოვიყვან, რომ გოგონას ვაჩუქე, დაბადების დღეზე მივიდოდა, რა უნდა მეჩუქებინა და კაი, ლამაზი ვარდისფერი დანა ვაჩუქე და ძალიან ისეთ ვიყავი ემოციებში მეც, რომ ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურა ამ საჩუქარმა დაბადების დღეზე, დელიკა იყო ვარდისფერი. მეც ვაჩუქე ერთხელ ვარდისფერიდან და მე გამლანძღეს. შენ კაი პონჩი მეგიტანია და შენ ესო რა პონტეაო, რაღაცა სექსიზმიაო, რომ მაინც და მაინც ვარდისფერი რატო ჩვეულებრივი გეჩუქებინაო და აი მეთქი თქვენი დედაც და წამოვედი იქიდან. მე ბიჭო გავარკვი, არ ვიცოდი ეს სექსიზმი რაღაცეები მაშინ რა. ხო და მე თურმე ეგრე ყოფილა, გაიგე, არ შეიძლება რა. ანუ გარჩევაო რა, ანუ თუ პატარა და კოხტა კი არ უნდა ჩუქო, დიდი ნაჯახი უნდა მიუტანო, იმიტომ რომ განედაკაცი ერთია, აიგე და აწირო დავდივარ დაბადების დღეებზე რა. ქავთარაძეზე ნაჯახები აქვს რა, სოსოს და ედულობ მაგარ ნაჯახებს 15 ლარად და ჩუქნი და მე მაინც მაგინები რა. აი თემა ასაჩუქრების და ალბათ არასდროს არ დამოვიწყდება, კიდე მოხდება მჯერა ეგეთი ფაქტები, მაგრამ პირველი რო იყო ფაქტი, ძალიან დამახსოვდა. ბავშვთან ერთად რო იყო, ნე? ბავშვთან ერთად მოვიდა, ახალგაზრდა ოჯახი იყო და პატარა ბავშვი იყო, არ ვიცი 5-ის თუ 6-ის ხდებოდა. და დანა უნდაო სასაჩუქრეთო და მოიყვანეს და დანა უყიდეს და აჩუქეს და აი ეს რაღაცნაირად გახარებული ვიყავი. ეს ლესეში მოხდა ეს ამბავი. გავსი ჩვენ მედანეში ვქონდა მეცნობები რა. პატარა ტიპი მოდის რა ბავშვი და მაგრად მახსოვს რა CVB-ის და Snacks-ის Vision-ში და დამასკურზე რა. აუ ესო და ბიჭო რა ვარ ახლა ბავშვი მეთქი ჩემი ხელით გაჩვენებ რა. ანუ ხო და მე ვაჩვენე და წამოვედი რა. რო წამოვედი მეორედ მისულა ეს ბავშვი არ მახსოვს უბრალოდ რომელი იყო ჩვენი კონსულტანტებიდან, რომ ფასიც მითხარითო და ბებია რომ მოვიყვანო, არა, უფროსი რომ მოვიყვანო, ხო მომყიდითო და კი რა თქმა უნდა და მეორე დღეს მოვიდა ბებიასთან ერთად რა და კაროჩე ბებიამ უყიდა ეს დამასკური Vision FG, კიდე რაღაცა უყიდა და აი ჩემთვის იყო ძალიან მაგარი მომენტი რა, იმიტომ რომ მართლა მჯერა რომ ბავშვობიდან როდესაც ამას კარგი მიმართულებით აუხსნი, ის იმისთვის არის კარგი ინსტრუმენტი, ან ჰობი, ან ინსტრუმენტი რა, ანუ დანაშაულის ის არ არის, რა ქვია, ჩადენის საშუალება არ არის რა და რო ვეთქვი ბავშვობიდან თუ უკვე სხვანაირად ძდება თავშიც რა. მაგაზე რა არ ვიცი რამდენად სწორ მაგალითი მოყავს, ხოლმე ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ რაღაცა მსგავსება აქვს რა. ახლა ღვინის ქვეყანა ხო ვართ, ღვინის კულტურა ხო გვაქვს. კი ბატონო. ღვინოს ვასწავლით და სმას ვასწავლით ბავშვობიდანვე. კი ბატონო. დანარჩენი შვენილად ვიცით მოსახლეობამ ღვინის მოხმარება და ძალიან იშვიათად იყოს რა თქვა, არა ზომიერად მოიხმარდნენ. დანარჩენი რო არ ქონეს ეს კულტურა, ბევრად უკვე ეფექტი შეიძლება ამას ქონდეს და ცუდი შედეგები შეიძლება. ამ ვიდეოს დარწმუნებული ვარ, ხშირად უყურებს ხოლმე ჩემ ვიდეოებს ჩემი სიდედრი რა და ეხლა უნდა თქვა ერთი რაღაცა რა. მე რო ჩემ შულს ვასწავლედი და ჭრას 4 წლის იყო თუ 5-ის რო ვასწავლედი და ტეტარაშვები და ბავშვი ხელს გაიჭრეს და ხელი გავიჭერი მილიონჯერ მეც, მაგრამ საჭიროა და დღეს როგორ არის იცი? ჩემი შვილი ეუბნება ხოლმე რომ ხევსიან უჭირი დანა გაფუჭდება და ანუ აი პატარა ბავშვი ასწავლის რომ არ შეიძლება ეგრე, იმიტომ რომ იმან ისწავლა. კი ბატონო. ანუ ელემენტარული ფსიქოლოგია არის რომ დანას რო უყურებთ ის თუ უარყოფითად არის ჩადებული ამაში ხედავ რაღაცა ცუდ ნიუს და ცუდი ასოციაციები მოგდის და ბავშვობიდან თუ გაქვს კულტურა რომ ეს სამეურნეო იარაღი არის და სხვა დანიშნულების არის მაშინ უკვე სხვანაირად ხარ და ბევრად უსაფრთხო ხარ. საჩუქრებს დაუბრუნდეთ. მოდი ეს თემა ცოტა გავშალოთ, იმიტომ რომ მე მაგალითად ძალიან მომწონს იმ ქვეყნების ტრადიციები, სადაც სხვადასხვა დანიშნულებით ხდება დანის ჯუქება. და ჩვენ ჩრდილოელ მეზობელზე არ ვილაპარაკებ, კარგი, თორემ მე რაღაცებს დამობრალებენ, ვილაპარაკოთ ამერიკაზე. ამერიკაში არის ძალიან მასიურად რაღაცა დღესასწაულები, რომელზეც პირობითად ბაბუა შვილიშვილს ჯუქნის. ცოლი ქმარს ჯუქნის, შვილები ჯუქნიან მამას, ან ბაბუას, ან ეს იმდენად საკრალური საჩუქარია, რომ ბაბუები მაგალითად ცდილობენ ხოლმე, რომ ესეთი ძვირადღირებული ნივთი აჩუქონ, დანა რომელიც სამახსოვროდ დარჩება და ის თაობას გადასცემს. ანუ იმდენად საკაიფო ტრადიციაა, რომ მე მაგალითად ძალიან ვემხრობი ამას, რომ თუ ადამიანს რაღაცა ის არა აქვს ზიზღი ამის მიმართ, ხო? აი ვიცი, აი 10-დან 9-ს უხარია დანას ოჩუქნი. ქალს კაც არ აქვს მნიშვნელობა. პირადი გამოცდილებით გეუბნები რა, 10-დან 9-ს მაგრად უხარია რა. მაგაზე მე ვიტყვი რომ ხდება ხოლმე ხალხი რომ აი დანა არ გიყვარს და სიმართლე გითხრა
აი კი შეიძლება მაგას იძახდე დანა არ მიყვარს, მაგრამ დანა რო ვაჩუქო და არ მოეწონოს და არ გაუხარდეს, ეგეთი არ შემხვედი. მაგის მაგალითიც მაქვს რა, ანუ ჩემ ერთ-ერთ ნათესავზე, რომელიც ძალიან მიყვარს და დანა ვაჩუქე და ძალიან არის გატაცებული ეს ადამიანი კულინარიით და სამზარეულოს დანა ვაჩუქე, ჩემი შეფასებით საშუალო დონის. ნუ ეს იმისთვის იმდენად შოკის მონგრელი აღმოჩნდა, რომ თურმე აქამდე მე დაიწყო დანა ხელში არ მჭერიაო, რომ დღეს უკვე ანუ თვითონ ესე ძალიან აქტიურად წელიწადში ორჯერ მაინც მიდის, რომ კაი დანა იყიდოს, იმიტომ რომ ნუ თავის საქმეში ნახარ ამხელა კოლოსალური განსხვავებაა კარგ დანას და ცუდ დანას შორის რა და აქაც ერთს დავამატებ რა, ანუ დანა 99% შემთხვევაში არის ჭრის ინსტრუმენტი. ანუ ამიტომ დანა უნდა იყოს გაკეთებული ისე, რომ კარგად ჭრიდეს. დანა რომელიც გაკეთებულია საჩეხად, ხო, ის ნუ ვერ არის რა ისეთი ეფექტური რა და ნუ როგორც ჩამიხედავს, ეს მჭრელი ინსტრუმენტი განვარტებაში უნდა ჭრიდეს. კი ბატონო, ყველა იმ ქართველ ოსტატს, რომელიც დანას აკეთებთ ჭრელ ინსტრუმენტად, შემოგევლოთ ჩემი თავი. რომელიც აკეთებთ და არ ქმევთ მჭრელს და არ არის მჭრელი, ქართველი იქნება, ინგუში იქნება, თუ სადაური იქნება, მე არ მომწონს რა და დამიტოვეთ უფლება რომ არ მომწონს. საჩუქრებს კიდე უკან მეუბრუნდეთ და თქვათ ესეთი რაღაცა რომ თემატიკიდან გამომდინარე დანა შეიძლება ნებისმიერი თემატიკის საჩუქარს მიუსადაგო. შეიძლება პირობითად ქალბატონ საჩუქო და თან ფუნქციურად ძალიან კაი დატვირთული დანა აჩუქო და აი ამის ერთი მაგალითი მაქვს აქ. მე მიმაჩნია რომ საოცრად დატვირთული ფუნქციონალით არის აი ეს ფორთოხლისფერი ენდურა თან აქ სექსიზმსაც არ იმავშვები, ანუ ის ვარდისფერი არ არის რა, პინკ არ არის, რომ მაინც და მაინც მე სექსისტი ვარ, ახლა ვარდისფერი დანებს ვიკეთებ. მე ვარდისფერს და წითელს აღავჩუქნი, იმიტომ რომ ეგ ორი ასოცირდებაო რა და აი ფორთოხლისფერიც, მაო, ნეიტრალურია, ქალი კაცი და დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება უცბად გაუკვირდეს, მაგრამ როგორც კი აი ამ დანას დანიშნულებისამებრ გამოიყენებს და თუნდაც რავი დაქალებთან და ტორტს გაჭრის ან სალატს დაჭრის მომენტალურად ბედნიერი გახდება რა. რა არის საჩუქარი ახლა თქვი? შვენიერი. просто მე მანდ ახლა ჩავფიქრდი სექსისტი ცუდი სიტყვა თუ კარგი სიტყვაა. არა, ზოგადად იზმები როგორც წესი კაი არ არის ხო? კარგია. როგორც წესი კარგი არ არის ხოლმე. იმიტომ რომ ახლა ვარდისფერი სტიჩი შეუკვეთე. ალბათ ნუ ვიდეო რო დაიდება უკვე ადგილზეც გვექნება რა და ფიქრობდი რომ ისეთი რა გოგონებისთვის კაი საჩუქარი. ვაფშე არ ვიცოდი ვარდისფერი სტიჩი. აი სექსისტი ყოფილი. ბორკა? ხო და ის არის რა, მოგწერეს წინასწარი შეკვეთები არის რა და ალბათ ვიდეო რო დაიდება უკვე ადგილზეც გვექნება ძალიან ლამაზი იყო ძალიან და საერთოდ ვარდისფერი დანები შევნა ჭირს და სულ რაღაც ვთვლი რომ ვარდისფერები ქონეს ეხლა მეგონი არც ერთი არ აქვს. დანა როგორც კორპორატიული საჩუქარი არის ჩემი აზრით ძალიან მაგარი საჩუქარი, იმიტომ რომ პირობითად თუ დაუშვათ რა, თქვათ არ ვიცი, რაღაც კომპანიის გენერალური დირექტორი ვარ და მენეჯერებს მინდა რომ ასე ერთნაირი დანა ვაჩუქო რა. აი უპრობლემოდ შევარჩევ თქვათ 5 ერთნაირ მოდელს, გრავირება შეიძლება გავაკეთებინო ძალიან მარტივად რომ ახსოვრათ ბატონი ჯემალისგან ქალბატონ იზაბელას წაუწერო და ძალიან მაგრად ასწორებს. იგივენაირად არის უფროსისთვის თუ გინდა რომ თუნდაც აი ვინც აქტიურად კაბინეტს იყენებს, რაღაცა საკაბინეტო სადგამით, ანუ თემატიკას მოვარგებ ნებისმიერს რა. და აი კიდე ძალიან მომწონს უბრალოდ ლამაზად შეფუთული დანები. აი ხა ამ დანას კაც რო აჩუქებ, სულ რო ვერ ერკვეოდეს დანაში. აი რო გახსნე. ჯერ ესეთი მხიარული ტიპი რო დახვდე. მერე ესეთი საინტერესო ყუთი რო არის და აი ამ ყუთს რო გავაძრობ ესე და მოიცა აი რაღაცა ლამაზი ისენი რო გადმოიხრება ჯერ. ახე როგორი პლაკატი ისენი აქვს ბიჭო სტიკერებით ან ახლა აქ ხო კამერაზე არ ჩანს ხარისხია სასწაული. აქვე არის აი ეს მისალოცი ვარათი რა. ჩემი დაკრული ხელით რო დავწერ რომ მაგალითად გილოცავ გიორგი დაწინაურებას ქვედა სართულიდან ზევით ასულ ხარძმაო და ამას რომ მოგცემ, რა სიტყვა. და ამავდროულად სუპერ ფუნქციონალური აი მართლა თუ შეიძლება რაიმე დანაზე ითქვას რომ ეს არის რა მაქსიმალურად ყველა საქმეშთვის გამოდგებაო კაიზერ მილიტაუ კარგია, ძალიან კარგია. იყვარს ესეთი საჩუქრები. საერთოდ საუბრობდი რომ აი ბაბუამ შვილიშვილს აჩუქავდა მსგავსები. აი გამახსენა და რომ შევკარი გონებაში აი ალბათ ვინც დადის დადიან ჩემთან ეს დანის მოყოლები
ნახევარზე მეც აი ეს რაღაცა ძალიან ძვირფას ნივთად აქვს ბაბუის ნაქონი, ზოგს მამისაგან როქს და მე ახლა ვფიქრობდი რომ მეც მაქვს ეგეთი მსგავსი დანა რაღაცა ძალიან უბრალო მამაჩემისაგან და სხვა ბევრი ეგეთი ნივთი არ არის თქვა. ალბათ მამაკაცებში უმცირე რომ აი თქვა საათი შეიძლება თქვა ძაგშეს ძალიან ისე ძვირფასა და მთელი ცხოვრება ვფრთხილებოდა და დანები არის რა და მოკლედ ძალიან მაგარი თემა არის რა და ჩემ შვილს როდესაც 4 წლის რო გახდა დანავაჩუქე პირველი 4 წლის არის სპეციალური 4 წლის ბავშვებისათვის ძალკე გამოყოფილი დანები ისიც ვაჩუქე და მოკლედ გონია რომ ეს თემა ნენელა იზრდება და აქვე ერთ სიტყვას ჩავამატებ რომ თავიდან ყველაფერი ახლა არც მე არ ვიცოდი რომ პირობითად რა რისთვის იყო და როგორ იყო. დღეს მაგალითად მართლა შემიძლია რომ ნებისმიერ თქვა ადამიანს სურვილის შემთხვევაში დავეხმარო და აუხსნა რომ ვის რა ტიპის საჩუქარი შეიძლება რომ შეურჩიოს რა და მსგავსი წესებით არიან ჩვენი კონსულტანტებიც მზად და რა ვიცი დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერთან რომ მიხვიდეთ ძალიან გულის ყურით მოგისმენენ და ამოგარჩევინებენ. მე ვთქვი დამაწინაურეს მიხეილ და აქ ვარ და ეს. ხო, აგე გიოს დააწინაურეს, აქ არის მოდით და ვიბაზროთ. მიხეილ, შემდეგ ნაწილზე რო გადავიდეთ. კი ბატონო. ნუ იმაზე ვთანხმდებით რომ თემა ვითარდება და ჩემი აზრით ეს განვითარების და ტემპი კიდევ უფრო აიწევს, ნუ კანონით რო შეიცვლება, მაგრამ მაგასთან ერთად აი ეს პოპულარული რო ხდება მე რაღაცა სულ მეუთქმელად ველოდები რომ შემოვლენ ახალი მოყვარული დანის ხელოსნები. იმიტომ რომ მაგის მაგალითები გვაქვს ჩვენ საზღვარგარეთ. ანუ აუცილებელი არ არის რომ დანას აკეთებდეს გინდა თუ რა დანის ხელოსანი. ეს ჰობი ხო შეიძლება ადამიანს ქონდეს, ზოგი შეიძლება სხვა საქმიანობით იყოს დაკავებული, თქვა სიმღერა უყვარდეს, ზოგს შეიძლება ხატვა უყვარდეს. სიმართლე გითხრათ დღეს ჯერჯერობით ვერ ამოხსენი, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი მოგროვდნენ დანების მოყვარულები, ბევრს აქვს შესაძლებლობა რომ რაღაცა 10 კვადრატი გამოყოს და ხელსაწყოები იყიდოს და რაღაც გაერთოს რა, გააკეთოს რაღაცა დანა. ხო და ნუ ჯერჯერობით სამწუხაროდ ეგეთი არ არის. მე ესე ვიტყოდი რომ ანუ მანდაც ვხედავ დინამიკას, იმიტომ რომ შენც იცნობ და უშუალოდ იმ ადამიანს ხო გამოსცემდა. ჰობი აქცია რაღაცა მიმართულებად. მე ვიცნობ კიდე ადამიანს, რომელიც ძალიან სერიოზულად ეძებს ახლა დანადგარებს იმისთვის, რომ კასტომიზაციის რაღაც თემებზე იმუშაოს, მაგრამ ეს ღვაში წვეთია იმ შესაძლებლობებთან, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს. ანუ იმ ადამიანებს, ვისაც დანები უყვართ და ასე ვთქვათ, ჯიბეც აძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცა უფრო მეტად გაერთოს, ხო? არ ვიცი, ალბათ მოუწოდებდი, რომ ცოტა მეტად იაქტიურეთ, მეგობრებო, რაღაცა შეიძლება თქვენი თავი შეიძლება ისეთ თემაში იპოვოთ, რომ საკუთარი თავი განაცვიფროთ თქვენ თვითონ. დანა თუ გიყვარს, ჩემი აზრით დანის გაკეთება დანის გაკეთებაზე იული არის შეიძლება კარკაშები აკეთო შეიძლება კლიპსას ანუ მილიონი რაღაცა შეიძლება იყოს და რაც მეტნი იქნებით, ავიცი, ჩვენგან ხარდაჭერა გიქნებათ დამერწმუნეთ და იაქტიურეთ მაგ თემაში. საზღვარგარეთ ძალიან ბევრი ხელოსანი არის, რომ უბრალოდ ანუ ჰობი არის დღემდე და ძალიან მაგარ დანებს აკეთებენ. ძირითადი საქმიანობა შეიძლება სხვა იყოს, მაგალითად მოვიყონ აგერ ცოლქმარნი არიან ჰოლტები. კი ბატონო. ჰოლტები, აი სოფლიოში დღესდღეობით უმაღლესი დონის დანებს აკეთებენ, უბრალოდ უყვართ ეს საქმიანობა უყვართ და აკეთებენ. ასევე ერთ დავამატებდი, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი უბრალოდ ხელმარჯვე ადამიანი, რომელსაც ეხერხება რაღაცის დაშლა აწყობა, შეიძლება დანებში ისე გაერკვეს, ხო, რომ დღეს არის სრულიად სარიელი ეს ნიშა, როდესაც დანის შეკეთება რაც არის. და მე კაცრად არ ვკიდებ ხელს. ხო, ნუ არ არის რა, ეხა შე რომ მოკიდო ხელი და მაგაზე შეიძლება გავგიჟდე მე რომ მაგის დრო რო არ ქონდეს. კიდე ეხლა ახალი თემა გაჩერდი. ხო, ანუ კაცრად არ ვეხები. ხო, გეუბნები, ისეთი საქმე შეიძლება გაიჩინოთ, რომელიც შემოსავლის წყაროც იქნება. თან ასე რომ დანასთან იყავით უკვე დაკვირვებულად რა და აქედან გადავიდეთ ჩვენი დღევანდელი ანალიტიკური გადაცემის დასკვნისკენ და მოდი შევეხოთ ისეთ საკითხს წყალში რომ შეიძლება ჩაყაროს ყველაფერი რა აი ეგეთ ადამიანებს შევეხოთ. ნუ დავასახელებთ ამ წუთას მე მიუხედავად ამისა რომ შენ არ გიყვარს თორე მე ხა ნაღდათ მივაჯახებდი პირდაპირ, მაგრამ კარგი დიპლომატიურად თქვი. ნუ არ მოიტანს არაფერს სარგებელს ელექტორიდან. როცა ცოდნია რომ სარგებლის მომტანი იყო, მაშინ მეც მიმიჯახებია. მომხმარებელი გაიგებს რაღაცებს სხვანაირად. იმისი თქმა გვინდა მეგობრებო, რომ ჩვენ ძალიან ბევრს შრომობთ. აი ეს ყველაფერი რაც არის, ამის мотиваცია ერთადერთი არის ის, რომ რაღაცა წვლილი შევიდანოთ და რაღაცა წლების მერე წირო იქნება ეს სფერო. პირადად ჩემთვის ნუ ძალიან სასიამოვნო და სასიხალო იქნება რაღაცა პატარა წვლილი შევიდანეთ რა და ამას უყურებ ძალიან გრძელვადიანში, რომ ამას შეიძლება დაჭიდეს წლები. 5 წელია სახელოსნო მაქვს მე და დღესდღეობით 5 წლის ნაშრომი ალბათ რო შევაჯამო, უამრავი ენერგია მაქვს ამას შადებული რა და
ძალიან გული მწყდება, რომ არიან ადამიანები, ვისაც ბევრი ადამიანი უყურებს, უსმენს და ენდობა სიტყვაზე და ელემენტარული რაღაცა, არ ვიცი, ორი კაპიკია თუ რამდენს იღებენ ამ რეკლამებში და ისეთ რაღაცას გაარეკლამებენ ხოლმე, რაც არის ნაგავი და მე მაგას უყურებ, რომ წყალში იყრება, თქვათ, ბევრი ჩვენი დრო და ენერგია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ კარგი დანაგავაცნოთ ადამიანს და რაღაცნაირად მივიტანოთ და დანის კულტურა განამოვითაროთ და უამრავი ადამიანი ნახულობს, რომ თუნდაც ნაგავი კარგი არის. და მე იმაზე ჩვენ გვჭირდება ისე რომ აზრი შევაცვლევინოთ და დავანახოთ რომ ის ნაგავი კარგი არ არის და სინამდვილეში იმან უბრალოდ ფული აიღო და მოხმარებლებსაც მოდი ვთხოვოთ რა, რომ ანუ იცი რა არის მე მესმის რომ ძალიან მიმზიდველია, როდესაც რაღაცას დაბალი ფასი აქვს და ბევრჯერ მაგის მსხვერპლი პირადად ყოფილვარ, მაგრამ იცი რა არის რაღაცეებში შეიძლება დაბალ ფასაც შესაძლებელია ნორმალური რაღაცეების მონახვა რა. და ზოგადად კიდე ნაჩუქარი ისიც არ არისო რა, მტკემალი ხეზე რა და ანუ სამლარად, როდესაც ადამიანი გეუბნება რომ 7 დანას მოყიდი და ან 35 ლარად ამხელა ნაბორს შემოდნით, პირდაპირ გეუბნები რომ ის არ არის, არაფერი კავშირი არ აქვს დანას. ჭრით ჭრის კონსერვის ქილის თავსაფარიც და უფასოა, შეგიძლიათ ეგეც იხმაროთ. ამიტომ წყალში ნუ ჩაყრით მეგობრებო, ნუ გადაიღებთ ისეთ რაღაცებს, რა ვიცი რა, მონახეთ რაღაცა, რაც ხო რა თხოვნა მექნება რა. ანუ მაგას რა ქვია, ბოროტად გამოყენება ნდობის, ხო? ეხლა ხო, ნუ გამომწერი რომ გენდობა და შენ ორ კაპიკს იღებ რაღაცაში და მე იმას ატყუებ რა. ტყული ქვია მაგას, იმიტომ რომ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო და სახელს არ ვიტყვი, ეგრე გამოვიდა, მაგრამ ფაქტიურად, ანუ ეს არის ცნობად ხალხია რა ლაპარაკი, ვისაც რაღაცა ტიპის ავტორიტეტი აქვს დაგროვებული და რეკლამას გადაუღებს ისეთ ნივთს, რომელსაც ფიზიკურად არაფერი კავშირი არ აქვს ნორმალურ ნივთთან. გონებაში ახლა კონკრეტულად არავინ არ ამყავს ესე მიხელი, მაგრამ ნუ ბევრი არის რა და მესმის ეგენია რომ არც მე არ ამყავს კონკრეტულად. მესმის ეგრე მუშაობს დღესდღეობით ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ჩვენ ტკივილს ვიძახით რომ ამ ყველაფერში ძალიან ბევრს ვშრომობთ და ბევრი ენერგიას და დროს ვთევთ ამ ყველაფერში. დანარჩენი ისევ ტენდენციას დავამთავროთ მიხელი რა რომ ჩემთვის ძალიან ცუდი არის, როცა ეს ადგილზე არის გაყინული ყველაფერი. კატასტროფა არის, როცა უკან მიდის სიტუაცია. და ნუ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ მგონია, რომ წინ მიდის ეს კულტურაც, წინ მიდის დანების გაგებაც და შესაბამისად ეს გამოიღებს შედეგს იმაში, რომ კანონით შეიცვლება. და მომავალში კიდე ბევრად უკეთესი ხელოსნების გვეყოლება. ასევე თხოვნა მექნება ხელოსნებთანაც ეგ კაი დავამთავრებ და შენ დაამთავრე. თხოვნა მექნება ხელოსნებთანაც. აი ძალიან დიდი რო გადის, წლები გადის რა და ისევ იგივეს გავიმეორებ რა. წინ თუ არ მიდიხარ და ერთ ადგილზეც გახარ, ერთნაირს თუ აკეთებ, ჩათვალე რომ ჩამორჩები უკვე, იმიტომ რომ სხვები ვითარდებიან და წინ მიდის ეს სფერო და ვითარდება და აი არ ვიცი, ჩემ აუ ერთი უნდა ვთქვა, ქუთაისში როა სამჭედლო და როლესავს თან რა, ის რომ ვიდეო რო ჩაწერა ეხა, რომ ქართველ ოსტატებო, გეხვეწებით რომ დაშვებები ერთნაირად გააკეთეთ, თორე მე როლესავ ამის დედაოთირე ვარ, კაცმა პირდაპირ თქვა, ეგეც მე ვარ და დაშვებები თანაბრად გავუკეთეთ ამ დანას. მაგას დიდი ისტორია აქვს, მაგას მე 5 წლის უკან შევეჯახე მიხეილი 2020-ში გავხსენე. 5 წელი გავხსენე. კი ბატონო. და გულდასაწყვეტი არის რომ არიან ბევრი ხელოსნები, რომ უყურებს რომ 5 წლის უკანაც რაც საკეთებდნენ, ეხლას იგივე საკეთებენ რა და წინ თუ არ მიდიხარ, მოკლედ, ნუ ჩათვალეთ რომ ცუდი არის. დღევანდელი თემა მოკლედ დასასრულისკენ წავიყვანეთ და რა ვიცი, ბოდიში ხდით თუ ჩვენი ანალიტიკით შეგაწუხეთ და აქვე აგერ წერან ჩემი სიდედრი ვახსენე და აი შეხედე ეს დანა მინდა საჩუქრად მეც საჩუქრებზე გადავედი რა და ანუ გიკვეთავ რა ალბათ ცალკე არ უთხრა ანუ თუ უყურებს ნახავს ვიცი რომ უყურებს ვიცი რომ უყურებს მაშინ მოკითხვა აქედან ხო ანუ დაგინდე ძვირფასი რაღაცა არ არის ისეთია რა ო და ავიცი არაფერი მიხელი მე მგონია რომ ერთი წლის თავზე ამ დაგვარი ვიდეო გადავიღოთ და ძალიან გამიხარდება თუ რაღაცა ძვრები იქნება და რაღაც სიახლეს თუ იქნება ძალიან გამიხარდება და სიხალოვით ჩავწეთ ამ ვიდეოს მადლობა ხალხო იაქტიურეთ კომენტარებში გამოიწერეთ არხი რაც თავარია და მომავალ ვიდეოებამდე მადლობა ყურადღებისთვის